სახელით და მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. ეკლესიის ისტორიაში მრავლად იყვნენ პიროვნებები, სასულიერო პირები, ვერის ადამიანები, ჯერ კიდევ პირველი საუკუნეებიდანვე, რომელნიც გამოირჩეოდნენ თავიანთი ეგრეთ წოდებული ლიბერალური ჰუმანური მოსაზრებებით, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა ყოველთვის ქრისტეს ეკლესიის სწავლებასთან. ანუ ეს პიროვნებები თავს წარმოაჩენდნენ როგორც იესო ქრისტეზე უფრო მოწყალედ და ჰუმანისტებად. რადგანაც თუ ჩვენ ყურადღებით წავიკითხავთ წმინდა წერილს, სახარებას, თუნდაც აი ეს ეპიზოდი, რომელიც დღეს ჩვენ წავიკითხეთ მათეს სახარებიდან, გვაჩვენებს, რომ იესო ქრისტე სწორედ სიყვარულით და მოწყალებით მკაცრად მიმართავს ყველას იმისათვის, რომ გადარჩნენ და ცხონდნენ. არც სიყვარულს აკლებს, სითბოს აკლებს და არც სიმკაცრეს, რადგანაც მას სურს ყველა ადამიანის გადარჩენა. ხოლო ლიბერალური ღირებულების, ჰუმანისტური ცნობიერების მქონე ადამიანები, რომელნიც იყვნენ ადრე და დღესაც არიან და მე განსაკუთრებით ხაზს უსვავ იმას, რომ აი ეხლაც ტელეეთერით, პრესის საშუალებით ხშირად ხდება პიროვნებათა ჯგუფი, რომელნიც უხვად აფქვევენ ასეთ ჰუმანურ მოსაზრებებს, გაუგებარს ერთი სიტყვით რა უნდათ ვერ გაიგებ, რადგანაც ბუნდოვანებაში ცდილობენ გაახვიონ თავიანთი სიცრუე და თუ კი მომენტი ჩაუვარდებათ და ექნება შესაბამისი ასპარეზი იმისა, რომ ჩუმად დაფარულად თავს მოახვიონ ადამიანებს უცხო ეკლესიისათვის სწავლება, ასეთ მომენტებს არ დაუშვებენ. ამიტომ ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ კარგად გადმოცემა წმინდა წერილისა, გადმოცემა ზუსტი მართლმადიდებლური სარწმუნოებისა, წმინდა მამათა მოძღვრებანი და მსოფლიო კრებათა დადგენილებანი იმ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის სულის ხონებას. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ასეთი ცრუ სიყვარულითა მოწყალებით ეკლესიის ისტორიაში პიროვნება, რომელსაც ორიგენე ერქვა. მას ჰქონდა სხვა და სხვა მრავალმხრივი მოძღვრებები და მათ შორის ყველაზე ამაზრზენი და ყველაზე მიუღებელი, რაც წმინდა მამებმა მსოფლიო ეკლესიამ დაგმო, საყოველთაო ცხონება. ანუ იქამდე მივიდა მისი უგუნურება, თუმცა საოცრად მჭერმეტყველი იყო, რომ ყველა აცხონა, მათ შორის დემონებიც. აი ასეთია ორიგენიზმის სწავლების არსი. მსოფლიო კრებები და წმინდა მამები ორიგენიზმის შესახებ. წმინდა მამები მართლმადიდებლური სწავლების ჩამოყალიბების დროს მსოფლიო კრებებზე არ ეძებდნენ ისეთ სიტყვებს ან კომპრომისებს, რომელიც დამალავდა განსხვავებას მართლმადიდებლებსა და ერეტიკოსებს შორის. არამედ ისინი სულიწმინდის მადლით აგნებდნენ ისეთ სიტყვებს, რომლებიც მკაფიოდ გამოხატავდა მართლმადიდებლურ არსს. მაგალითად, პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე წმინდა მამები ქრისტეს ბუნების გამოხატვისათვის შეჩერდნენ სიტყვაზე ერთ არსი მამისა, რომელიც არიოზელებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა, მაგრამ მართლმადიდებლურმა კრებსითმა აზრმა იზეიმა, ვინაიდან ნაპოვნი იქნა სიტყვა, რომელიც მოციქულთა გადმოცემას სრულ სწავლებისაგან იცავდა. ჭეშმარიტი ღვთისმეტყველების არსით სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მოიძებნოს მაქსიმალურად ზუსტი და არა მისაღები, ანუ კომპრომისული სიტყვა და მისი ფორმულირება. რაც შეეხება ჩვენ საკითხს ეკლესიის ისტორიაში,
აპოკასტასიის პრობლემა არასოდეს რჩებოდა პიროვნების კერძო აზრად. ის მიუღებელი იყო თავიდანვე, თუმცა ამას ორიგენე გულმოდგინედ ამკვიდრებდა, ცდილობდა, რომ მორწმუნეებში ასეთი აზრი დაეთესა, თითქოს თითოეული ადამიანის შემდეგ უბრუნდებოდა პირვანდელ მდგომარეობას. ეკლესია ამხელდა ასეთ სწავლებას და მიუღებლად თვლიდა. საეკლესიო მკვლევარების აზრით, მართლმადიდებლური სწავლების ალექსანდრიის საღვთისმეტყველო პოზიცია ორიგენიზმისაგან წმინდა პეტრემ ალექსანდრიელმა დაიცვა, მცირე აზიისა წმინდა მეთოდემ, ხოლო ანტიოქიის საღვთისმეტყველო პოზიცია წმინდა ევსტათიმ. მეოთხე საუკუნის დასასრულისათვის კამათი ამ საკითხის გარშემო იმდენად გამძაფრდა, რომ სამი ადგილობრივი კრება შედგა, რომლებზეც დაგმეს ორიგენეს სწავლება. ეს კრებები იყო ალექსანდრიის კრება წმინდა თეოფილეს თავმჯდომარეობით, კიპროსის კრება წმინდა ეპიფანეს ხელმძღვანელობით, რომის კრება პაპი ანასტასის თავმჯდომარეობით. მაგრამ ორიგენეს ერეტიკული შეხედულებები ჯერ საბოლოოდ არ იყო ანათემიზირებული. როდესაც მცდარი შეხედულებები მიმზიდველი გახდა მრავალი ქრისტიანისათვის, დედა ეკლესიამ კრებსითად გამოხატა თავისი აზრი ამის შესახებ. მსოფლიო კრების მასალებში შესულია ვრცელი საღვთისმეტყველო წერილი ორიგენეს წყვალებათა წინააღმდეგ. სხვა მრავალ ცრუ აზრთან ერთად წმინდა მამათა თხზულებებზე დაყრდნობით ამ წერილში ამ ქვეყნიური სასჯელის არსებობის უარმყოფელი ორიგენისტური სწავლებაც მიხილებულია. მსოფლიო კრებაზე წაკითხული საღვთისმეტყველო თხზულებები, როგორც ვიცით, უცთო მელობის კრიტერიუმად მიიჩნევა და მათში რაიმე პრინციპული შეცდომის არსებობა გამორიცხულია. იმავე მეხუთე მსოფლიო კრებამ მიიღო ორი უმნიშვნელოვანესი დადგენილება, მე-9 და მე-10 დადგენილებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომელშიც წერია. ვინც ამბობს, ან ფიქრობს, რომ დემონთა და უწმინდურ კაცთა სასჯელი დროებითია და გარკვეული დროის შემდეგ მას ექნება დასასრული, ან და ის რომ სასჯელი ვითომ და დასასრულის შემდგომ მოხდება უწმინდურ კაცთა და დემონთა აღდგენა, ანათემა მას. ანუ გამართლება თუ მოხდება. ანათემა ამის გამომთქმელ ადამიანად წოდებულ ორიგენესაც, მის უწმინდურ გარყვნილსა და დანაშაულებრივ მოძღვრებასთან ერთად და ყველა იმათ, რომელთაც ასეთი აზრი უფრიათ, ან და მათ იცავენ, ან როდესმე რაიმე სახით გაბედავენ მათ გამეორებას. ხოლო მე-6 მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, ან სხვადასხვა ტრულის მე-5, მე-6 მსოფლიო კრებაზე წმინდა მამებმა განაჩინეს. ამ მამებმა თეოდორე მობსუეტელი, ნესტორის მასწავლებელი, ასევე ორიგენი, დიდიმე და ევაგრე ერთობლივად შეაჩვენეს და განაშორეს, რადგან იმათ ელინური ზღაპრები განაახლეს და წარმომავლობა და გარდაქცევა ზოგიერთი სხეულისა და სულისა კვლავ სამარცხვინოდ წარმოგვიდგინეს. სიზმრისეულ ოცნებებში მოხეტიალე გონებით და მკვდრეთით აღდგომის წინააღმდეგ უშულოთა და უგუნურად გამოვიდნენ. წმინდა ათანასე დიდის მიერ შედგენილ სარწმუნოების სიმბოლოშიც არის პირდაპირი მიიჩნევა საუკუნო ტანჯვის არსებობის შესახებ, რომელიც უარყოფილია ორიგენეს მიერ. ხოლო წმინდა კლიმენტი რომელი ამბობს, ყოველი სული უკვდავია. ეს ბიციერთა მიმართაც ითქმის, თუმცა კი მათთვის უმჯობესია არ ყოფილიყვნენ უკვდავნი, რამე თუ მარად ჩაუმქრალ ცეცხლში საუკუნო ტანჯვას მიეცემიან და მოკვდებიან. არასოდეს, რის გამოც მათ უბედურებას არ ექნება დასასრული. ანუ რადგანაც სული უკვდავია, ნეტარებაც და ტანჯვაც იქნება დაუსრულებელი. წმინდა მღვდელმთავარი პოლიკარპე თავის მდევნელს შემდეგი სიტყვებით მიმართავს: შენ მემუქრები დროებითი და მსრაფლი ჩამქრობი ცეცხლით, რამე თუ არ უწყი მომავალი სამჟავრო ცეცხლის და საუკუნო ტანჯვის შესახებ, რომელიც უწმინდულთათვისაა გამზადებული. წმინდა მამათა ამონარიდების ჩამოთვლა კიდევ შეიძლება, მაგრამ არ არის ამის საჭიროება. ნურს თანამედროვე ეკუმენისტი ორიგენისტებს ექნებათ დიდი იმედი წმინდა მამებმა
მართლმადიდებლური სწავლების ყველა დამრღვევზე ბრძანეს, ხოლო ვინც კი პირველთქმულ კეთილმსახურების სჯულს არ შეიდგობს და არ შეუდგება, იქადაგებს და ხელს მიჰყოფს მის შებრუნებას და უკუღმა შემოტრიალებას, შეჩვენებულ იყოს ზემოთ მოხსენიებულ წმინდა და ღმერთშემოსილ მამებისა და ქრისტიანთა კრებულისაგან. და ისინი, როგორც უცხოები გაძევებულ და გაგდებულ უნდა იქნენ, რადგან ჩვენ არც არაფრის შემატებას და არც არაფრის დაკლებას ვიღებთ თავზე. ნუ გადავალთ სარწმუნოების პირველ განჩინებულ საზღვარს ან რომელიმე სიტყვას. აი ეს სიტყვა მეტად აქტუალურია დღესდღეობით, რადგანაც თქვენ იცით, რომ შედგა ეგრეთ წოდებული დიდი კრება, რომელიც დღეს სრულდება. და სწორედ არსი აი ამ ეგრეთ წოდებული დიდი კრებისა იმაში მდგომარეობს, რომ ილაპარაკონ ცდომილებების შემოტანაზე, ცდარის სწავლების შემოტანაზე, რაც უარყოფილია მსოფლიო კრებებისა და წმინდა მამათა მიერ, როგორც თქვენ დღეს მოისმინეთ. პირიქით, მსოფლიო კრებებზე, დიდ კრებებზე, ადგილობრივ კრებებზე ხდებოდა მხილება ყველა უცხო სწავლებისა, ცრუ სწავლებისა. და ჩვენ ნახეთ კადრები თუნდაც ერთობლივი ლოცვის, როდესაც მუხლ მოდრეკის ლოცვას უთმოფენობის შემდგომ წუხრზე კითხულობდნენ მართლმადიდებელი მღვდელმსახურები და იქვე ახლოში იდგნენ იმავე ტაძარში თუ დარბაზში, სადაც ჩაატარეს ეს მსახურება, წვალებლები. აგრეთვე ჩვენ ნახეთ კადრები, როცა მიმდინარეობდა მუშაობა კრებისა, სადაც ასევე იჯდნენ წვალებლები, როგორც კათოლიკეები, ასევე მონოფიზიტები, პროტესტანტები. აი სწორედ ეს ნიშნავს იმას, რომ ეს კრება დიდი და წმინდა კრება კი არ არის, არამედ შეიძლება პირდაპირ უკვე ეწოდოს ავაზაკთა კრება. და ჩვენ გულმოდგინეთ ეხლა ველოდებით საბოლოო დოკუმენტებს ამ კრებისა, რომელიც მალე დაიდება. რის შემდეგაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეკლესიის სისავსემ აუცილებლად უნდა ამხილოს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, რომელმაც მოიწვია ეს უწმინდური კრება და შემდეგ კი ერთ-ერთი მღვდელმთავრის ბაგეებით აცხადებს, რომ თურმე ასეთი კრებები 2-3 წელიწადში ერთხელ უნდა შედგეს და მათ შორის სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიებში. აი ესეთია თავხედობა ამ პიროვნებისა, რომელმაც გაბედა და თავს დაესხა წმინდა ეკლესიის სწავლებას, წმინდა მამათა სწავლებას და ეკლესიის სისავსეს მთლიანობაში და შეურაცხყოფა მიაყენა უპირველეს ყოვლისა წმინდა სამებას. ამდენად ჩვენ ხელთ გვიპყრია სიმართლე. მას ხელთ უყრია ძალაუფლება და სიცრუე. მაგრამ ერთი მინდა თქვა პირდაპირ, რომ თქვენ იცით ეკლესიის ისტორიიდან, რომ უბრალო ბერები ზოგიერთ შემთხვევაში იცავდნენ ეკლესიის სწავლებას არაერთი ცრუ სწავლების მიმდევარი პატრიარქისაგან. თუნდაც მაქსიმე აბსარებლის ცხოვრება, ყურადღებით წაიკითხეთ ეს ცხოვრება, ყველას გირჩევთ, როგორც ჩვენს მრევლს, ასევე ვინც მოისმენს ამ ქადაგებას. და თქვენ მიხვდებით, რომ სწავლების დაცვა ჯერ ესეთი რომ აუცილებელია და შემდეგ ყველას შეუძლია, როგორც ერის ადამიანს, ასევე სასულიერო პირს, თუნდაც ის იყოს ერთი ან უმცირესობაში მყოფი. და არა მარტო შეუძლია, არამედ ვალდებულიც არის, რომ დაიცვას სწავლება ეკლესიისა. ღმერთმა წმინდა მამების ლოცვებით მოგუმადლოს ამის ნიჭი და უნარი, რათა განვასხვაოთ სიმართლე სიცრუისაგან და დავიცვათ წმინდად ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოება. ღმერთმა დაგლოცოთ და